ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და რეზოლუციას, რომელსაც დღეს კენჭს უყრიან შეფასებები მოყვა თბილისში. მმართველი გუნდი რეზოლუციის შინაარსს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ გაუთავებელი საუბრები ხელახალ არჩევნებზე, როდესაც გაყალბებაზე მტკიცებულებებს ვერდებენ, არასერიოზულია. ქართული ოცნების ლიდერები ასევე საუბრობენ ეუთოდრის საბოლოო ანგარიშზე, სადაც მათი განცხადებით ხაზგასმულია, რომ არჩევნები შედგა. წარმოდგენილ რეზოლუციას იწონებს ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველი გუნდისგან რეზოლუციის გათვალისწინების იმედი ნაკლებად აქვთ, ამიტომ ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ. ეს რეზოლუციები ზოგადად ეხლა რაც გამოიცემა, ხო და მე რამდენი არის ერთმა კითხვა დასვით. ეს ქართული ხალხის წინააღმდეგ არ არის, ეს არის ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელიც საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასულია ძალიან დიდი ხანია. რამდენი რეზოლუციაც არ უნდა გამოიცეს და ვინც არ უნდა გამოსცეს რეზოლუცია. ჩვენ იმ ბავშვებს, რომლებიც ოცნებამ აქციაზე დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდათ და მიხეილ სააკაშვილს ერთ სიბრწყეში ვერასოდეს და არასოდეს არ დავაყენებთ. ეს არის პირდაპირი აღიარება ევროპარლამენტის რეზოლუციაში განთავისუფლების მოთხოვნა, პირდაპირი აღიარება ევროპარლამენტის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ქვეყნის წარმატებისთვის, მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ იყოს პატიმრობაში. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა ჩვენი კვლავ დარჩება საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რაისა კომუნისტკა არისვენებს. ყოველ კვირა უნდა რომ საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ სახელმწიფოზე რაღაც გაუგებარი დებატები მოაწყოს ხოლმე. თან ეს უნიჭო დადგმული სპექტაკლი 700 კაციან ევროპარლამენტში 8 კაცი იყო. ევროკავშირი დაიცალა ევროპული ღირებულებებისგან, აი ესეთი პრობლემები აქვს და იცლიან რაისა და მისი სადაქალო თუ როგორც არის, რომ რეზოლუცია მიიღონ, სადაც უნდა ჩაწერონ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. რომ ის დაკავებული მოძალადეები, რომ არიან სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლები. და მე კითხვა დავსვა საკუთარ სამშობლოში, საკუთარ ქვეყანაში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, აი კალას მინდა კითხვა დაუსვა. აი საკუთარ ესტონეთში თქვენმა მოქალაქემ სახეში რომ გაულაწუნოს თქვენს პოლიციას, თქვენ რა პოზიცია გექნებათ? იტყვით რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იყო?